დღეს ყველანი ქუჩაში ვართ, ყველანი სხვადასხვა ადგილზე ვართ, სხვადასხვა ლოკაციაზე და უერთდებით რუსთაველის გამზირს. მაგალითად მე მინდა მოვულოცო პაატა ბურჭულაძეს 70 წლის იუბილე სოფლიო ბანს, რომელიც არ შეუშვეს ოპერაში, მაგრამ ის ქართულ ხალხთან ერთად ეხლა აღნიშნავდა ცოტა ხნის წინ თავის დაბადების დღეს. ქართული თეატრი ქუჩაშია და აპროტესტებს უკანონო რეჟიმს და უკანონო რეჟიმის საზარლობებს. ქართული ლიტერატურა, მწერლობა, ექიმები, მეცნიერები, მასწავლებლები, პროფესორები, სტუდენტები, რა ვიცი, ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები დღეს ყველანი ქუჩაში არიან და მე რამდენი დღეა 75 ხო თუ არ ვცდები, შეიძლება 78 დღე არის დღეს. მალე უკვე 80 გახდება, კი ბატონო. ხო, მალე. ბუნებრივია, განსხვავებული ადამიანები იკრიბებიან, მაგრამ არის ფიქრობ აუცილებელი, როგორც ეს იყო აღდგომაზე 5 მაისს, როგორც ეს იყო შობაზე, როგორც ეს იყო ახალ წელს, როგორც ეს იყო ჯაჭვის დროს, როგორც ეს იყო გაფიცვის დროს, სადაც ჩვენ ყველანი ვერთიანდებით. 77 დღე ყოფილა ბოდის გიხდით რატი? ხო, რაც უფრო შორს წავალთ, მით უფრო აგვერევა ეს დღეები. 1 და 2 დღე არ გასულა, ასე რომ. ხო, აგვერევა, რთულია. ჩემი ძლიერი მხარე არ არის არითმეტიკა, ასე რომ შემდეგი დღეები, ხო, რაც შეეხება 15-ს, მე შემდგომა იქნება 18, რაც მე ვიცი, სოციალური ქსელები და 18, მე იქნება 25 თებერვალი, მე იქნება 7 მარტი, უკვე გაზაფხული. ეს არის ის, როდესაც ყველანი ვერთიანდებით. და გავერთიანდებით. მე ეს დეტალები, კონკრეტული ტექნიკური დეტალები არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად განსხვავებული იქნება როგორც ყოველი დღე განსხვავებულია და როგორც ყოველი დღე გვაჩვენებს ახალ ფორმას პროტესტისას და უწყვეტობას ამ პროტესტისას, ხო? 15 მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთი დიდი მსვლელობა ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ ამ მსვლელობით დავიძრათ და ის საზარელი, აი თქვენ ჩამოთვალეთ მედია, ჩამოთვალეთ არასამთავრობოები და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულად ის, რასაც რუსული რეჟიმი აკეთებს საქართველოში და კიდევ უფრო უპირებს ამძიმებს ამ რეჟიმის მმართველობას, ეს ეხება თითოეულ ადამიანს. ეს ეხება თითოეულ ჩვენთანაც. აქ ვიღაცას შეიძლება აბსტრაქტული ფრაზა ეგონოს სიტყვის თავისუფლება. მე ვიტყვი, რომ საქართველოში თუ ჩვენმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, რაც სრულად შეუძლებელია და წარმოუდგენელია, შეუძლებელი გახდება ადამიანობა. აი კონკრეტულად მოხდება სრული დეჰუმანიზაცია, ხო? ახლა ჩემთვის ძალიან ძიმე იყო გუშინ ყურება გურამ როგავას სიუჟეტისა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ მაინც რაც არ უნდა მოწინააღმდეგესთან გქონდეს საქმე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა შეინარჩუნონ ადამიანობა, რომელ მხარესაც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ნახეთ სრული დეჰუმანიზაცია გუშინ, ესეც განსხვავებულ ადამიანთან, ჟურნალისტთან ურთიერთობის რაღაცა ყველაზე ელემენტარული, ყველაზე ბაზისური უნარჩვევები ეკარგებათ ადამიანებს, რომლებიც აი ამ რეჟიმის ტყვეობაში არიან მოქცეული. სხვა საკითხია ნებით თუ უნებლიეთ, მე მგონია ნებით. რასაკვირველია, სრულიად შეუძლებელი ხდება ყველასთვის, მათ შორის პირველ ყოვლისა რეჟიმის მომსახურე პერსონალისთვის, რა ვიცი როგორ დავარქვა ამ ხალხს, მათთვის ისინი განიცდიან პირველ ყოვლისა ყველაზე დიდ დეჰუმანიზაციას და კარგავენ ბუნებრივი კომუნიკაციის ურთიერთობის, ადამიანურად მეტყველების ფორმებსა და საშუალებებს, ხო? 15 თებერვალი ეს არის პირველ ყოვლისა ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში შესაძლებელი იყოს ადამიანობა.
ადამიანად დარჩენა. და ეს ჩვენი კულტურა ასეთია, თავისუფალი, ლაღი, განვითარებაზე, მომავალზე ორიენტირებული, წარსულის მეხსიერების შემნახველი და აი ყველაფერ ამას ემუქრება ქართული ოცნების რეჟიმის ხელში საფრთხე. მაგრამ მე არ მინდა ზედმეტი იმედები, მაგრამ პირადად მე ძალიან იმედიანად ვარ, იმიტომ რომ ამის საფუძველს მაძლევს ის განვლილი დღეები, ის რეალობა, ის აწმყო, რომელშიც ჩვენ ვართ და ის შემართება, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააჩნია, რომლითაც ის მოძრაობს ყოველ დღე სხვადასხვა ლოკაციიდან რუსთაველისა. და უფრო მეტი ადამიანია. კი ბატონო, და უფრო მეტი ადამიანი არის, ეხლა ჩვენ ჩართვა გქონდა. ხატია სამხარაძე საუბრობდა, რომ მაგალითად დღეს ბევრად მეტი ადამიანი დგას რუსთაველის გამზირზე, ვიდრე გუშინ. გუშინ მე ვუსმენდი, აღნიშნე კიდევაც მიშა ჩარკვიანს, რომელმაც თქვა, რომ აი დღეს კიდევ უფრო მეტი დგას, ვიდრე გუშინ წინ. რამდენად მნიშვნელოვანი არის და ეს უწყვეტობა და როგორ ფიქრობთ, აი ეს ერთგვარი რაღაც ბუსტერი იყოს შესაძლოა ის დაკავებები, როგორც ჩანს ბრაზი ადამიანები, გაბრაზებული ადამიანები მაინც პოულობენ შვებას რუსთაველის გამზირზე, თუ რა აძლევს, რა არის აი ამ პროტესტის აღმავლობის ლოგიკა, მოდი ასე ვიტყვი და ახლა ჩვენ 15 თებერვალზე საუბრობთ, 18 თებერვალზე და 25-ზე, 7-ზე. ხო. ეს დიდი, ასე ვთქვათ, გაერთიანებული მსვლელობები უკვე იწყება 15-დან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ გვყავს სინდისის პატიმრები. მნიშვნელოვანია ჩვენი ძალიან ბევრი ადამიანია პროტესტში, ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ აი ჩვენ ნახეთ 2 დღის წინ, როდესაც უკვე ნიღბიანი ძალოვანები გამოიყვანა რეჟიმმა და უმალ იმატა ხალხის რაოდენობა. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მივდივართ რუსთაველს და როდესაც ჩვენ არ ვწყვეტ პროტესტს, ჩვენ ვიცავთ უამრავ ადამიანს იმ დრაკონული კანონებისგან და იმ დრაკონული კანონების წნეხისგან, რომელიც ახლა რეჟიმმა მიიღო, ხო? ვიცავთ ადამიანებს პატიმრობა, ახალი პატიმრების გაჩენას ვაზღვევთ, როდესაც ბევრი ვართ რუსთაველს. როდესაც ჩვენ გავდივართ ათასობით რუსთაველზე, მაშინ ჩვენ მეტი გარანტია გვაქვს ამ პროტესტის მიზნების მშვიდობიანად მიღწევის. როდესაც ბევრი ხალხია, ჩვენ ნახეთ გუშინ, როდესაც იმატა ხალხის რაოდენობამ, უმალ დატოვა ძალოვანების, ასე ვთქვათ, გუნდებმა და ჯგუფებმა რუსთაველის ტერიტორია. თვითონ მოექცნენ რაღაც მომენტში, ალყაში, ხო? და გავიდნენ, გაეცალნენ იქაურობას. შესაბამისად, ნაკლებია დაპატიმრება, ნაკლებია ჯარიმები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც და ეს ასე ხდება, როგორც სამსახურს ისე შევხედოთ ამას. და ყველა ადამიანი პროტესტში მონაწილე ამას გრძნობს ამ პასუხისგებლობას და ჩვენ ვიცავთ ერთმანეთს, ჩვენ ვაზღვევთ ერთმანეთს ამ მშვიდობიანი ფორმებით, რომლითაც უკვე როგორც თქვენ ბრძანეთ 77 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. მეორე და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ამბავი შეუძლებელია არ დასრულდეს ქართული ხალხის გამარჯვებით. შეუძლებელია ეს ამბავი არ დასრულდეს ასე. იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ მიზანი ხო სინამდვილეში არის ის, რომ ამ ქვეყანაში გაგრძელდეს ჩვენი უწყვეტი განვითარება, გაგრძელდეს ამ ქვეყანაში კულტურა. ამ ქვეყანამ გააგრძელოს არსებობა, როგორც მას ჩვევია, როგორც მას მოსწონს, როგორც მას შეეფერება, მრავალფეროვნად, პოლიფონიურად, განსხვავებულად, ლაღად, თავისუფლად, ხომ? შეუძლებელია, ესე იგი, ქართული კულტურა უნდა დამარცხდეს თუ გაიმარჯვა ამ დრაკონულმა კანონებმა და თუ გაიმარჯვა ქართული ოცნების რეჟიმმა. ეს შეუძლებელია, სრულად შეუძლებელია. ამიტომ თითოეული ადამიანი გრძნობს ამ პასუხისგებლობას და თითოეული ადამიანი ამ პასუხისგებლობით გამოდის. და გამოვა, მე დარწმუნებული ვარ, 15 თებერვალს ჯერ და შემდეგ 18-ში და შემდეგ 25-ში და შემდეგ 7 მარტს
მაგრამ ამავე დროს ყოველდღიურად რუსთაველზე. ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ვიქნებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ნახავთ ვიხილავთ კიდევ უფრო ახალ ფორმებს პროტესტისას. და რა ვიცი მე გულწრფელი რაღაცა ისა მაქვს რა ქვია აღფრთოვანება ადამიანების მიმართ რომლებიც ყოველდღიურად იღებენ ამ პროტესტში მონაწილეობას განსაკუთრებით და აღნიშნო საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი ადამიანები რომლებიც ასევე დაახლოებით 75-76 დღეა უწყვეტად მართავენ თავის საპროტესტო აქციებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მერე მოდიან რუსთაველისკენ. ძალიან ბევრი ადამიანია, ძალიან ბევრი ჯგუფია, ძალიან დიდია ხარისხობრივად ამ პროტესტში მონაწილე ადამიანების ვთქვათ რაოდენობა და ჩვენ ეს გვაძლევს ძალიან დიდ იმედს, რომ ყველაფერი საქართველოს საკეთილდღეობს გასულდება. მადლობა ძალიან დიდი მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის და ალბათ გვიყურებს ახლა ჩვენ მოსახლეობის დიდი ნაწილი და კარგია რომ ჩვენს გვაქვს აქ შესაძლებლობა გავაგებინოთ რომ 15 თებერვალს მათ შორის კიდევ ერთხელ სამოქალაქო საზოგადოება 15 თებერვალს იკრიბება ევროპის მოედანზე გახსოვთ თქვენ ალბათ 11 მაისის აქცია რომელიც ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი იყო და ასე ვთქვათ ძალმოსილი ხმა ისმოდა ქართველი ხალხის სწორედ გასულ წელს 11 მაისს და ჩვენ 11 ასე ვთქვათ ევროპის მოედნიდან ყველანი ერთად დავიძრებით თავისუფლების მოედნისაკენ.